აი ახლა ვდგავართ სამი ნინო მუსერძე ემბრიოლოგი, ნინო სამსეიშვილი მთავარი განმაყოფიერებელი, ამ შემთხვევაში გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი და მე კარდიოლოგი, რომელიც აი ამ გაუგებრობაში მოვუყრები ჩემი გადაცემის სიუჟეტიდან გამომდინარე. ახლა ვიმყოფებით ჩვენ უკვე საოპერაციოში, სადაც მოხდება პუნქციის პროცედურა და კვერცხუჯრედის ასპირაცია. ქალბატონი ნინო სამსეიშვილი ძალიან მონდომებით მოეკიდა პროცედურას. ნინა, თუ შეიძლება ნაბიჯ ამიხსენი რასაკეთებ? ეხლა ტარდება პროცედურა საშოს მხრივი საკვერცხის პუნქციისა და კვერცხუჯრედის ამოღების. პაციენტი არის წინასწარ მომზადებული, ანუ მას უკვე გავლილი აქვს საკვერცხების სტიმულაციის პროცედურა, ანუ სუპერსტიმულაცია, რის შედეგად ჩვენ მიღებული გვაქვს უკვე მრავლობითი ფოლიკული და გვაქვს იმედი, რომ მივიღებთ მრავალ კვერცხუჯრედს. დაახლოებით 10-14 წელს. პაციენტი რამდენი წლის არის? პაციენტი გახლავთ 42 წლის ქალბატონი, რომელსაც აქვს 7 წლის უშვილობა, პირველადი უნაყოფობა, არასოდეს არ ყოფილა ორსული. მოგმართა ამ ჩივილებით, შესაბამისად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო იმისთვის, რომ სტიმულაცია დაგვეწყო, იმიტომ რომ ეს ის ასაკია, როდესაც ყოველთვის არ აქვს იმის საშუალება, რომ დაიწყოს სტიმულაცია. და ხშირია ხოლმე კვერცხუჯრედის დონაცია ამ შემთხვევაში, მაგრამ ამ ქალბატონს გაუმართლა. შესაბამისად, ჩვენ ჩავატარეთ უკვე სტიმულაციის პროტოკოლი, მივიღეთ დაახლოებით 5 ფოლიკული მოვამწიფეთ, შესაბამისად, ეხა ვაპირებთ ამ ფოლიკულებიდან კვერცხუჯრედის ამოღებას. პაციენტის თავთან დგას ანესთეზიოლოგი, რახან პროცედურა მაინც მტკივნეულია, სტრესულია, ესეთი პაციენტები ძალიან მრავალ გზის ყოფილან, ასე ვთქვათ, ექიმთან, მათთვის ალბათ უმჯობესია, რომ გაუტკივარების ქვეშ მოხდეს ჩარევა, ამ შემთხვევაში პაციენტს ძინავს. დიახ. პაციენტი იმყოფება ინტრავენური ანესთეზიის ქვეშ, სოდანური სუნთქვის შენარჩუნებით. მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს 1, ანუ მაქსიმუმ 2 ფოლიკული და იქიდან ამსაღები კვერცხუჯრედი, იქ შეიძლება ანესთეზიის გარეშე პროცედურის ჩატარება, თუ პაციენტი ამაზე თანახმა, ან თუ მას ზოგადი ანესთეზიისათვის აქვს უკუჩვენებები. არის ეგეთი შემთხვევა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ორივე საკვერცხიდან ამოვიღოთ ჩვენ კვერცხუჯრედები, გვირჩევნია, რომ ქალბატონი და ქალბატონსაც ურჩევნია, რომ ის იყოს სრული გაუტკივარების პირობებში. ქალბატონი ნინა, რამდენ კვერცხუჯრედს ელოდები მსგავსი ტიპის შემთხვევაში? ალბათ შენი პირადი სტატისტიკა უკვე გაქვს 42 წლის ქალბატონი 7 წლის უშვილობის ანამნეზით. ქალბატონი მნიშვნელობა აქვს კიდევ იმას, რომ რამდენი თან ალბათ უკვე იცი კიდევაც მისი ეფექტები, ანტიმიულერის და სხვა რაღაცების მდგომარეობა. ხშირად არის, რომ რადგან ნინომ თქვა, რომ არის 5 ფოლიკული, ამ შემთხვევაში ალბათ ველოდებით 5 კვერცხუჯრედს, თუმცა შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ან 5, ან 2, ან არც ერთი. დაახლოებით რამდენი ხანი გრძელდება ეს პროცედურა, რამდენი ხანი უნდა გელოდოთ ლაბორატორიაში? პროცედურა საშუალოდ გრძელდება 7 წუთიდან 30 წუთამდე. გააჩნია რამდენი ფოლიკული არის დასაცლელი. ეს პროცედურა არის საკმაოდ ხანმოკლე. შესაბამისად, პაციენტიც იმყოფება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ანესთეზიის ქვეშ და ამდენად მას შემდეგ უკვე რამენაირი გვერდითი მოვლენა უკვე განვითარება ფაქტიურად თან მაიკოჩნაირი ანესთეზიოლოგის ხელში ზუსტად ვიცი, რომ პაციენტს გამოღვიძების ეტაპი ხავერდოვანი ექნება და მკვილად გაახსენდება. მადლობა. ჩვენ კიდევ შევხვდებით, როდესაც თქვენ მეორე პაციენტს უნდა გაუკეთოთ ემბრიონების გადატანა, ამიტომ დროებით გემშვიდობებით. დროებით მობრძანდით. ახლა კი გადავდივართ გადაცემის ძალიან საინტერესო ნაწილზე, სადაც უკვე ქალბატონი ნინო თვალნათლივ გვაჩვენებს მთელ იმ პროცედურას თავიდან ბოლომდე, რასაც ქვია ინვიტრო განაყოფიერება. შემისწორე? დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები. ამჯერად ჩვენ ვიმყოფებით ემბრიოლოგიისა და ანდროლოგიის ლაბორატორიაში. აქედან იწყება განაყოფიერება და ის რა პროცედურასაც ქვია 2 უჯრედის ერთმანეთთან შერწყმა. ეხლა მომაწოდეთ სინჯარა, რომელშიც არის კვერცხუჯრედები, რომლებიც მივიღეთ სუპერსტიმულაციის შედეგად. და უნდა ვნახოთ, არის თუ არა კვერცხუჯრედი. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ქალის ასაკი არ შეესაბამება მის რეპროდუქციულ ფუნქციას და ძალიან ხშირად კვერცხუჯრედი შეიძლება უბრალოდ ვერ მივიღოთ. ამ შემთხვევაში პაციენტს ურჩევენ ჩაიტაროს დონაცია, ანუ სხვისი კვერცხუჯრედი იქნას განაყოფიერებული. ამ შემთხვევაში პაციენტს კვერცხუჯრედი აქვს და ამას ვატყობინებ მედდას, რომელიც გადასცემს ექიმს, რომ მივიღეთ კვერცხუჯრედი. ვრეცხავთ, ვაცრით კუმულუსს, გვაქვთ მათ სპეციალურ სითხეში, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება იმ გარემოს, რომელშიც ისინი არიან ქალის ორგანიზმში და გადაგვაქვს სწორედ იმ ტემპერატურაზე, რა ტემპერატურაც არის ქალის ორგანიზმში, სადღაც 37 გრადუსზე, რაც არის ამ ინკუბატორში და კვერცხუჯრედი აბსოლუტურად
ყოველგვარი ტრამვის გარეშე მოხვდა ჩვენს გარემოში. იმ კვერცხუჯრედებს, რომლებიც ჩვენ უკვე გავწმინდეთ და მოვაშორეთ კველკუმულუსები, ამოვიღებთ, გადმოვსვავთ იქ, სადაც ყავს სპერმატოზოიდები. ყველაფერი ხდება მიკროსკოპის ქვეშ, იმიტომ რომ ის არის ძალიან პატარა კვერცხუჯრედიც და სპერმატოზოიდიც, რომელსაც მიკროსკოპის გარეშე უბრალოდ ვერ ვხედავთ. ინსტრუმენტებს როგორი ნატიფია, თითქმის განულა არის გადავდივართ ძალიან წვრილი. ამ შემთხვევაში 170 ნანომეტრია. გადავდივართ უკვე შემდგომ მიკროსკოპზე, სადაც ჩვენ ვახდენთ უშუალოდ განაყოფიერების პროცესს. კვერცხუჯრედს ვიჭერთ, აი ამ ჰოლდერის საშუალებით, ასე ქვია ამ პიპეტოს და შემდეგ ვახდენთ სპერმატოზოიდის, ესე ვთქვათ, იმობილიზაცია, რას ნიშნავს? ანუ მის მოძრაობას ვწყვეტ და შევყავს სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედში. ანუ მოძრავი რა არის? განაყოფიერების პროცესი, სწორედ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ კუდსუზიანებთ, ხო როგორ? კუდსუზიანებთ და რატომ ხდება კუდის დაზიანება? იმიტომ რომ ზუსტად ასევე კუდს ტოვებს სპერმატოზოიდი ბუნებრივი განაყოფიერების დროს გარეთ და შედის მხოლოდ მისი თავის ნაწილი. და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ფერმენტები ერთმანეთს უბრალოდ შეერწყას. ყველაფერი ხდება ბუნებრივად, ოღონდ ისეთ გარემო პირობებში, რომელსაც ვუქმნით ადამიანები აქ დღეს ჩავდივართ შემდგომ, ანუ სითხეში და ხდება განაყოფიერების პროცესი. თავიდან ხდება ანუ სპერმატოზოიდების იმობილიზაცია, რასაც ვახდენთ მარჯვენა პიპეტორით. შემდგომ ამოვდივართ და გადავდივართ იქ, სადაც არის კვერცხუჯრედი, ისინი ზიან სხვადასხვა ნიადაგებში. აქედან გამომდინარე, ერთი უბნიდან მეორეში გადასვლა ხდება. ეს ყველაფერი დგას ისეთ მაგიდაზე, რომელიც არ უნდა მოძრაობდეს, რადგან არანაირი ხევით მოძრაობა არ უნდა იყოს. ეს არის მიკრომანიპულატორი, რომლის საშუალებითაც 100%-იანი სიზუსტით ხდება იმ უბანში შესვლა, რა უბანშიც აუცილებელია მოხდეს. სხვადასხვა ემბრიოლოგი სხვადასხვანაირად მუშაობს, მაგრამ აუცილებლად კვერცხუჯრედის მდგომარეობა უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რა სტანდარტით მოწოდებულია. ამ შემთხვევაში ვიჭერთ მერე კვერცხუჯრედს. აქ არის ვაკუუმი, რომელიც უბრალოდ იწებებს კვერცხუჯრედს და ამ პროცედურას თქვენ ალბათ ძალიან თვალნათლივ ნახავთ და ხდება განაყოფიერება, ანუ სპერმატოზოიდის შეყვანა კვერცხუჯრედში. გავანაყოფიერეთ, უბრალოდ ხდება მოშორება შემდგომ ამ ჰოლდერებიდან ამოვიყვანთ აი ამ ყველაფერს ზემოთ. განაყოფიერების პროცედურა დასრულებულია, ამას უნდა სულ 1-2 წუთი, ასე ვთქვათ, და ამ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს შემდეგ უკვე ვაბრუნებთ იგივე ნიადაგში. ისეთ საინტერესოდ საუბრობ და ისეთ საინტერესო რაღაცებს გვაჩვენებ, რომ აი საუბრის სული გამიქრა. აი ხა რამდენი ემბრიონი მივიღეთ? ეხლა მივიღეთ 2 კვერცხუჯრედი და გავანაყოფიერებთ მხოლოდ 2 კვერცხუჯრედი. ორივე ემბრიონი სიცოცხლის უნარიანი დარჩება? დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, თვითონ გამეტებზე. არსებობს შემთხვევები, როდესაც უბრალოდ განაყოფიერება არ ხდება. აქ არის ძალიან ცუდი, ანუ პროგნოზი იმ თვალსაზრისით, როდესაც არის ორივე პათოლოგიური, მაგალითად სპერმატოზოიდიც და კვერცხუჯრედიც. ხშირ შემთხვევაში შეფასება ხდება ხოლმე, ანუ ბევრი კრიტერიუმით მორფოლოგიურად და ჩვენ მაინც ვახდენთ ამ პროცედურის ჩატარებას, რადგან რეალურად მედიცინაში 100%-ით ვერასდროს ვერ იტყვით რა მოხდება თუ რა არ მოხდება. აქედან გამომდინარე, აუცილებლად ტარდება. იმედი, რასაც ქვია, ზუსტად ეს გვაქვს იმედი ძალიან ხშირად მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. პაციენტი მოდის და მას გონია, რომ თუ ის ჩაიტარებს ინვიტრო განაყოფიერებას, მას აუცილებლად ეყოლება შვილი. ნამდვილად ალბათ ყოველ ჩვენთან გასუნდა, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ ნამდვილად არა აქვს 100%-იანი შედეგი ინვიტრო განაყოფიერებას. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ანალიზი მიუხედავად იმისა, საშვილოსნო იყოს წყობაში, ასაკით უწყობდეს ხელს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ყველა იმ კრიტერიუმისა, რომელსაც ჩვენ თქვით, უბრალოდ შეიძლება ორსულობა არ მოხდეს. როგორც ვიცით, ჩვენ პაციენტებს ყველაფერი ეჩქარებათ, ყველაფერი უნდა გუშინ და ყველა საინტერესებს დროის ფაქტორი. რამდენი ხანი უნდა აი პროცედურულად დროის რა მონაკვეთი მიაქვს თითოეულ ამ ნაბიჯს. დღეს რაც გავაკეთეთ, ეს რო დასრულდა, ეს არის მხოლოდ ის პროცედურა, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, ანუ 2 გამეტა ერთმანეთს შევახვედრეთ. 18 საათში გვექნება ზიგოტა. ზიგოტა ეს არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც შემდგომ უნდა დაიყოს, რომ განვითარდეს ემბრიო. ანუ უნდა დაიწყოს სწორი გაყოფა, რათა მოხდეს შეფასება შემდგომ რა მივიღეთ. ძირითად შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიღებთ ბევრ კვერცხუჯრედს,
რა თქმა უნდა, გადარჩევისთვის აუცილებელია ჩვენ მაქსიმალურად დრო გავწელოთ და რეალურად მესამე დღის ემბრიონები გადაგვაქვს ხოლმე ხანდახან, როდესაც რამოდენიმე პროცედურა აქვს ჩატარებული, პაციენტს სხვადასხვა კლინიკაში იქნება თუ სხვადასხვა ციკლში იქნება და არ მოხდა ორსულობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჯობია მეხუთე დღემდე იქნას მიტანილი ემბრიონი. ახლა ჩვენ ალბათ გადავინაცვლოთ უკვე საოპერაციოში, სადაც დაგეგმილი გაქვთ უკვე ძა ემბრიონები, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მიიღეთ და უკვე პაციენტიც გამზადებულია საოპერაციოში, რომელთანაც მოხდება მის ორგანიზმში აი ამ უკვე მიღებული ემბრიონების გადატანა. მეორეჯერ ხვდებით ქალბატონ ნინო სამსეიშვილს. ამჯერად უკვე ტრანსფერის ოპერაციაზე ქალბატონმა ნინო მუსერიძემ შემოიტანა მზა ემბრიონები და აი ამ ემბრიონების გადატანა ხდება ქალბატონის საშვილოსნოში. ძალიან დიდი იმედი გვექნება, რომ ეს პროცედურა საბოლოოდ გამოიღებს ნანად ორსულობის შედეგს. სხვათა შორის ამ პროცედურას ძალიან ხშირად ესწრებიან პაციენტის მეუღლეებიც. რა ვქნათ, ეს ეჭვიანი მამაკაცები ყავს ჩვენ, მათ ზუსტად აინტერესებთ მათი მეუღლეების საშვილოსნოში აღმოჩნდა თუ არა სანატრელი ემბრიონი. პროცედურის შემდეგ ხდება შემოწმება, ნამდვილად გადაევიტანეთ თუ არა ის ემბრიონები, რომლებიც მეუღლესაც ვაჩვენებთ. აუცილებლად მონიტორზე მან დაინახა ამ შემთხვევაში, რომ სითხეში არსებული ემბრიონები გადავიდა, მაგრამ აუცილებლად უნდა შევამოწმოთ შემდგომ და აუცილებლად უნდა საბოლოო პასუხი უთხრა მე, რათა ვიცოდეთ ზუსტად, რომ აქ აი ამ კათეტარში უკვე ემბრიონები აღარ არის. ძალიან კარგი. ქალბატონი რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ულტრაბგერით მონიტორზე აკვირდება. ეს პროცედურა არის ბევრად უმტკივნეულო, ხო, ვიდრე პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, აბსოლუტურად უმტკივნეულო, ის არ საჭიროებს არანაირ ამ შემთხვევაში ჩვენ პაციენტს გვიძავს. დიახ. დიახ, პაციენტი ფხიზელია და ჩემთან ერთად აკვირდება მონიტორს და მე პარალელურ რეჟიმში ვუხსნი მას, რას ვაკეთებ, შესაბამისად ულტრაბგერითი მონიტორის კონტროლის ქვეშ შემყავს კათეტერი, მე ემბრიოლოგი მაწვდის უკვე ემბრიონებით ესე ვთქვათ, სავსე კათეტერს, ხდება მისი დაფიქსირება ასევე ულტრაბგერითი მონიტორის საშუალებით და მაშინ, როდესაც უკვე პროცედურას ვასრულებთ, ჩვენ თვითონ ვაფიქსირებთ და ფოტოსაც ვაძლევთ პაციენტს იმ გადატანილი ემბრიონების, ანუ ეს არის სითხის პატარა ბუშტუკი, რაც ჩანს საშუალო. პირველი იმედი ასე ვთქვათ. პირველი იმედი, რომლის იმედით შემდეგ 12 დღე ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. რა მაინტერესებს პაციენტი, რომელიც აი ამ პროცედურის შემდეგ რაღაც პერიოდი წოლით რეჟიმს ინარჩუნებს? იცით როგორ არის, ეს არის უკვე პოპულაციის მენტალობიდან გამომდინარე. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ქალბატონები იკეთებენ ამ პროცედურას, დგებიან დაახლოებით საათნახევარში და მიდიან სამსახურში, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ორი კვირა წევართ. და დედამთის მოაქვს სითხეები. კი ბატონო, ეგრე არის. კონშის კომპოტი. შესაბამისად ველოდებით ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრას სისხლში 12 დღის შემდეგ გადატანილენ და იქედან გამომდინარე მე უკვე ვიცავ იმ რეჟიმს, რომელიც საჭიროა. კათეტერი თავისუფალია. ანუ ემბრიონები მოთავს და ტრანსფერით წარმატებით ჩამთავრდა. ახლა კი მინდა ნიღბების გარეშე კიდევ ერთხელ წარმოგიდგინოთ ჩვენი ნინუები და არა მარტო ნინუები, რომლებმაც ასე წარმატებით ჩაამთავრეს პროცედურა და 9 თვის თავზე ალბათ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აქ პატარა ბავშვიც იქნება და გისურვებთ თქვენ წარმატებებს აღნიშნულ საქმეში. მოვიხსნათ უკვე პირმადები და დავენახოთ ჩვენს მაყურებელს, რომ როგორი ლამაზები მშვენიერები და არაჩვეულებრივები ვართ, რახან უკვე პროცედურა დამთავრდა და ზესტერილობას აღარ მოითხოვს. ყველა უშვილო წყვილს ყველა უშვილო ქალბატონს, მამაკაცს ვუსურვებ, რომ ყველაზე სანატრელი რაც კი ამ ქვეყნად არის, ну ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასეა. შვილი ყველას ყოლოდეთ სახლში.